მოკლედ კიდე პური, ესეთი ყველი, ცოტა პორტოხალი, ლიმონი და კიტრი. ეს ყველაფერი იყო ზუსტად 13 ევროში. როგორ ახართ? დილამშვიდობის. ჩემთან არის დილის 11:20 წუთი. ესეთი გაწაწილი. მოკლედ მოვედი თქვენთან რომ მოგესალმოთ, გისურვოთ ყველაფერი კარგი, ლამაზი. თან მივირთმა ყავას, აი ესეთ ჭიქით, ნახეთ, ლამაზ ჭიქა, კატა. ეს არის საბერძნეთის, ესე რომ ვთქვა, ორნამენტები, აქ არის მოტოციკლი. მოტოციკლეთი, კიბეები, კატა. ეს არის ქუჩა, ოდოს, ანუ აღაპის, ანუ ქუჩა აწერია და სიყვარულის. ესეთი ლამაზი ჭიქით მივირთმა ყოველდღიურად ყავას. თქვენ თუ იცით მეგობრებო ჭიქების ამოჩემება, დამწერეთ კომენტარებში, მაინტერესებს ძალიან. ჩემი აბურცგული თმები ძალიან ვთქვათ არ შეიჩნიოთ, იმიტომ რომ ქარია. გამომწერები მემატება ცოტა, მაგრამ მაინც კარგია. მიუხედავად იმისა, რომ ყოველდღე არ ვიღებ ვლოგებს, კარგად თუ არ ამიშავს, უბრალოდ იმიტომ რომ იმის მიუხედავად რომ საბერძნეთში მძვინვარების ცეცხლი ყოველ ზაფხულს, ვინც აქ ხართ იცით, გეცოდინებათ. ცოტა შიშის მომენტი მქონდა, ნერვული კიდევაც, იმიტომ რომ ჩემთან ძალიან შორსაც არ იყო ცეცხლი. აი მე დედა ეხა არ ამიშავს, მოკლედ კარგად ვართ მეც და ბებოც, ესე რომ ვთქვათ, მშვიდობა გვაქვს ჯერჯერობით. 3 დღის წინ მომივიდა მესიჯი უბრალოდ რომ გვაფრთხილებდნენ, სიფრთხილისკენ მოგვიწოდებდნენ და მაგან უფრო შემეშინდა, ანუ ხანდრის დროს მაგან უფრო შემაშინა, იმიტომ რომ რაც აქ ვარ საბერძნეთში, მესიჯი მე პირადად არ მომსვლია, გამაფრთხილებელი მესიჯი. ბებო იყო უფრო ჩემზე მეტად შეშინებული და მე ამის გამო უფრო შემეშინდა, რომ ვაიმე რავი ამ ქას რამე არ დაემართო შიშის გამოთქო, როგორც იქნა მე დავაწყნარე, დავამშვიდე. ისე ველაპარაკე რაღაცეები, რომ ბოლოს საბოლოოდ დამშვიდ და თუმცა აქეთ მე ვიყავი დასამშვიდებელი. მაგრამ ასე თუ ისე დღესდღეობით ცოტა არაუშავ სიტუაცია. იმედი მაქვს, რომ სწრაფად მოხდება ამ ცეცხლის ჩაქრობა სამუდამოდ და დავისვენებთ ყველა. დაიწყო რა თქმა უნდა ბევრი ხე, სახლიც, იყო მსხვერპლიც, ბოლოს ის გამოაცხადეს, რომ მარტო ხელა ბებო ცხოვრობდა სახლში და სადღაც არ ვიცი 80 წლამდე ესე კარგად ვერ მოусმინე, იმიტომ რომ ვერ მივუსწარი და ღამის 2 საათზე ადგა ეს ბებო და კუხნაში სამზარეულოში გავიდა, ვიცი რაღაც მოუნდა, ანთო ის პატარა გაზები რომ არის და მოიდუღა ყავა თუ წყალი, ჩაი თუ რაღაც ყავა არა. და დარჩა ჩართული ეს გაზი, დაწვა, დაიძინა ჩვეულებრივად ბებომ და ვერ გაიგო, ანუ ვერ გამომასწრო სახლიდან, იქვე დაიწვა, ესე რომ ვთქვათ, ჩაიწვა სახლში და ძალიან შემეცოდა დილით იპოვეს კარებთან დამწვარი სრულიად
ძალიან შემეცოდა რა თქმა უნდა, მარტო როცა არის ადამიანი, ეგ არის საშინელება, რომ არავინ არ ყავს და თუნდაც ის რომ არავინ არ ეტყვის, რომ აი რაღაცა ცეცხლია და არავინ არ მიეხმარება. მარტოობა არის საშინელება ხალხო მართლა. სხვა როგორც უკვე გითხარით, ყავას მივირთმე მეორე ჭიქა, სტილას დავიდე 8 ნახევარზე ზუსტად. ეხლა მივირთმე მეორე ჭიქა ყავას, იმიტომ რომ ვერ გამოფხიზდი ჯერ კიდევ მძინავს. მე საერთოდ რომ ვიღვიძე რთულად ვხიზლდები. ძალიან რთულად. აი, კაი ხანი უნდა გავიდეს რომ მე გამოფხიზლდე. ვინ ხართ ესე ჩემნაირად დაწერეთ, მაინტერესებს თქვენი აზრით. ვისაც არ გაქვთ ძალიან გთხოვთ ჩემი არხი გამოიწერეთ. ძალიან მჭირდება თქვენი გვერდში დგომა. მოკლედ რა მინდა რომ გითხრათ, დაახლოებით 7 თვეში სექტემბრიდან რომ ავითვალე, აგვისტოს თუ არ ჩავთვლით, დაახლოებით 7 თვეში მე თქვენთვის რაღაც მაქვს სათქმელი, რასაც ჯერჯერობით ვერ გეტყვით. სადღაც 7 თვეში გაიგებთ ყველაფერს. კარგობა ჩემსკენ. უბრალოდ ვერ ვიტყვი ვერანაირად წინასწარ, იმიტომ რომ არ მინდა რომ წინასწარ ვილაპარაკო და რაღაც მე არ ახდეს და არ ასრულდეს. ყველაფერი კარგად მიდის ჩემსკენ ნორმალურად. ისე მიდის როგორც მე მინდა და თუ ესე გაგრძელდება ყველაფერი ღმერთის წყალობით 7 თვეში, დაახლოებით 7 თვეში გაიგებთ თუ რაზე ვსაუბრობდი. მანამდე ვერაფერს ვერ ვიტყვი ბოდიშით. ვნახოთ ღმერთის წყალობით ყველაფერი კარგად იქნება, მჩერავს. ახლა ყავას მოვრჩები და დავიწყებ საჭმელს. ისეთ საჭმელს არ ვამზადებ, რომელიც თქვენთვის არ მაქვს გაზიარებული. დღეს უნდა გავაკეთო გიემის და ანუ ბოსტნეულით უნდა გამოვტენო ბრინჯი. აი გაკეთებული მაქვს და გაზიარებული მაქვს თქვენთვის პომიდორი, წიწაკა და კარტოფილი. მაქვს თქვენთვის გაზიარებული, როგორც უკვე გითხარით და ვისაც არ გაქვთ ეგ გიემის ტას მომზადების თუ როგორ მზადდება, შეგიძლიათ ჩემს ვიდეოებში მოწმოთ და ნახოთ. ბოსტნეულის საჭმელია, ძალიან კარგი საზაფხულო. ასე რომ აღარ გაგიზიარებთ იგივეს, რა თქმა უნდა, მე ვთქვი რომ ერთ და იგივე საჭმელების გაზიარებას აზრი არ აქვს, რაც უკვე იცით და რაც უკვე მაქვს თქვენთვის გაზიარებული, ყველა არის ჩემს ვლოგში. ასე რომ უყურეთ თუ გაინტერესებთ. მე საჭმლის შემდეგ საჭმელს რომ მოვრჩები, მოვა სადილობის დროც. რომ ვისადილებთ, რა თქმა უნდა, ჩვეულებრივად დავრეცხავ ჭურჭელს, მივალაგებ აქაურობას და მერე მოვა უკვე შესვენების დროს. შეშლენების დროც სადღაც 2 საათიდან 3:30-დან 5-მდე, ესე 5 საათამდე მაქვს შესვენების დრო, 2 საათი შემიძლია ამ დროს წამოვწვე, რაც მინდა ის გავაკეთო, მოკლედ 2 საათის განმავლობაში. მაგრამ მე რა თქმა უნდა წამოვწვევი ხოლმე და ვისვენებ, იმიტომ რომ ძალიან ვიღლები. როგორც უკვე იცით, ჩემი რეჟიმი და გრაფიკი. რაც შეეხება იმას, ჩემო კარგებო, თუ რატომ არ ვიღებ დალაგების ვლოგებს ან საჭმლის კეთებისას ვიღებ ასე თუ ისე. დალაგების ვლოგს მე ვფიქრობ, რომ ვერ შემოგთავაზებთ, იმიტომ რომ არ ვიღებ. რა თქმა უნდა, ქვეყანას საქმეს ვაკეთებ, მაგრამ ამ ყველაფერს ვერ ვიღებ და არ ვიღებ, იმიტომ რომ არ მიმაჩნია ეს სწორად. იმიტომ რომ თქვენთვის მაქვს ნათქვამი, არის საკმაოდ ძველი სახლი, არის ყველაფერი ესე რომ თქვა დანგრეული და არ არის ლამასი რომ გაგიზიაროთ ეს ყველაფერი
თუმცა მოვამაგისტრო რომ როცა დაბრუნდები ჩემს სახლში ყველაფერს გადავაკეთებ აბსოლუტურად და გაგიზიარებთ დალაგებისაც ყველაფერს აბსოლუტურად რა ესე რომ თქვათ და მაგისტროს მალე მოვა ფიქრობ ახლა კიდევ აქედან უბრალოდ არ გადავიღებ იმიტომ რომ არ მინდა მე თვითონ არ მივდის გული ამ სახლზე იმიტომ რომ საკმაოდ ძველია და ეს არის მიზეზი სწორედ იმის თუ რატომ არ ვიღებ შეგნებულად თუნდაც დალაგების ვლოგს იმიტომ რომ იცით რომ ანუ პირობები არ არის იმის რომ სიტყვაზე რაღაცა გადავიღო და გაგიზიაროთ არ არის სასიამოვნო საყურებელი ჩემი აზრით მოვამაგისტრო მალე რომ დილიდან დაწყებული ღამემდე დასრულებული შემოგთავაზებთ ვლოგებს ყოველდღიურს დიდი იმედი მაქვს რომ მალე მოვამაგისტრო რა თქმა უნდა საქართველოდან იქნება ვლოგები მოკლედ ჩემო კარგებო ჩემს არხზე გამოჩნდა ერთი ნაგავი არარაობა მამრობითი სქესის წარმომადგენელი ესე უწერია გია სამხარაძე ქართულად აი აქ ჩაგისვავთ როგორც არის ლინკს დავსკრინავ და გაიცანით ეს არარაობა 15 გამომწერი ყავს არ ვიცი ვინ გამოიწერეთ ესეთი ნაგავი არა ადამიანი გაუზრდელი და დამწერა ესეთი რაღაც ანუ გოიმოთი მომმართა ერთ-ერთ პატარა მოკლე ვიდეოებს რომ ვიღებ ხოლმე ისეთი არაფერი არ მეწერა გოიმის მნიშვნელობა მგონი რომ არიცი და ის რაც იგულისხმე რომ მე დამიწერე ის ხარ შენ ხარ გაუზრდელი არარაობა ნაგავი შეცდომით დაბადებული კაცად თვითონ ან დაარყავს ან დაარყავს შენ ნაგავო ესეთ რაღაცას რო უწერ მით უმეტეს სრულიად უცნობ ადამიანს შენთვის რატომ აძლევ მაგის უფლებას რომ ესეთი რაღაც დაწერო ვინ ხარ საერთოდ ვინ მიგდი ხარ და ვინ მოიხვეტები აი აქ გამოვდებ შენს რა გვედია თუ რაც არის არ ვიცი და უბრალოდ ვწუხვარ იმიტომ რომ საცოდავი ხარ ესეთ რაღაცას რომ იწერ მით უმეტეს არ ვიცნობ საცოდავი არარაობა ხარ მეც არაფერს არ გეტყვი ან სიგოიმის მაგ ვიდეოში რა წამწამიან ვიდეოში რა დაინახე შეარარაობავ ან რატომ უშვები იმას რომ საერთოდ არ მიწერა კომენტარი ვინ მოგცა მაგის უფლება შენ შეხარ ნაგავი და რავი გამეც არაფერს არ გეტყვი რა ნაგავი ნაგავად დარჩები ვირთ ხარ რომელიც კომპიუტერს ხარ ამოფარებული თუ რამის ერთი ადგილი გაქვს იცი Facebook გვერდით ჩემი და აი იქ დამეკონტაქტეება და ვნახოთ რა გაკლებს დაკრეფავ მიდი გელოდებ ოღონდ შენი სახელი და გვარი დაწერე ნამდვილი ვირთ ხარ მე მაგით არაფერს არ დამაკლები ცოტა ვერაფერს ვერ დამაკლებ შენ და შენაირები მაგით ხას უსვავ შენს აღზრდას შენს არარაობას შენს სახელს შენ კნინდები მე არა შემართლა გოიმოვა შენს პატრონს უბედურს მოკლედ კაი ხა აღარ მინდა ამ გოიმს დაუთმო ჩემი ძვირფასი დრო ეს უნდა მეთქვა აუცილებლად და კარგად დაიმახსოვრეთ რომ ჩემს აღზე თუ იქნება მსგავსი სიგოიმეების მართლა გამოხტომა და დამიწერთ ეს რაღაც უაზრო კომენტარებს აუცილებლად გამოგაჭენებთ და აუცილებლად გამოვთქვავ ჩემს აზრს თქვენს მიმართ და გამოჭენდებით აუცილებლად და მე დაგბლოკავთ ეხლა ამას მოვსმინე და მე მიგაბლოკავ მიგასიკუტლებ მე როგორც ბუს კლავენ ხოლმე ხო იცი აი ეს თავისი საკლავით
ჯერ მოусმინი ჩემ პასუხში მართლა გოიმო და მე აუდე ჩემი YouTube-დან ჩემი არხიდან მოკლედ გავაკეთე საჭმელი ეხლა სადღაც 5 წუთი კიდევ და ჩემ კარგებო როგორც გითხარით გავაკეთე გიემის და მიდევს აქ ჩემ სახლზე გიემის ესე რომ ვთქვათ მენიუ თუ როგორ მზადდება რა ვიცი ადგილას დაარქვით და ვისაც არ გაქვს ნახი ბოსტნეულის საჭმელი ესე ქვია შეგიძლიათ რომ ნახოთ მიდევს აქ და მოძებნოთ და თუ დაგაინტერესდებათ რა თქმა უნდა როგორ კეთდება ეხლა ცოტა ხანში ვისადილებთ მეტაბებო და მე უკვე მოგვდის შესვენების დრო სადღაც საათნახევარში მე დავისვენებ ცოტა ხანს 2 საათი მაქვს დასვენება როგორც გითხარით წამოვწვევი და დავასვენებ ჩემს ბებერ სხეულს ამაზე მაგრად ვხატავ რა დროს იბერიას სულელია უბრალოდ ხუმრობ და მე ეხლა მანამდე აგიტვირთავთ ვეცდები ხა დავამონტაჟებ ამ ბლოგს და დაგიდებთ გაგიზიარეთ და არ ვიცი შეიძლება საღამოს კიდევ გადავიღო მოკლედ ყველას გისურვებთ ბედნიერ დღეს პოზიტივს გრილს სასიამოვნოს ჩემთან კაინიავია ეს 4-5 დღეა უკვე და მიხარია რა თქმა უნდა ამან მაინც გამახაროს და დროებით დაგემშვიდობებით არ დაგავიწყოთ ძალიან გთხოვთ არხის გამოწერა გამოიწერეთ ვისაც არ გაქვთ ჩემი არხი გამოწერილი გააქტიურეთ არის ხილაკი რომ არ გამოგჩეთ ჩემი შემდეგი ბლოგი და ვიდეოს უყურეთ ბოლომდე დროებით